3 თვის წინ დაწყებული პროექტი ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე, რომელიც სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს, დასრულდა. პროექტის იდეის ავტორი პროფესიით ექიმი, ამავდროულად პოეტი ქუთაისელი მერაბ კვიცარიძეა. თურქეთელი ქართველი ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი ისმეთ აჯარი ბაჭარაძეა. პროექტი თითოეული მოსწავლის მიერ გენეალოგიური ხის შექმნას, გვარისა და მათი წინაპრების ისტორიასა და მათ წარმომავლობაზე მუშაობას კვლევას ითვალისწინებდა, რასაც ბავშვებმა თავი წარმატებით გაართვეს და თავიანთი ნაშრომი წიგნად აკინძეს. საბოლოო ჯამში საუკეთესო ნამუშევრისთვის პირველი ადგილი ნუცა ანდღულაძეს, მეორე ადგილი თინა თვალაბეიშვილს, ხოლო მესამე ჯემიკო დიასამიძეს ერგო, რომელთაც სიგელებთან ერთად ფულადი ერთჯერადი სტიპენდია გადაეცათ. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და სკოლის დირექტორს კი სიგელები. ჩემმა დამრიგებელმა გამასწრა ეს პროექტი და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები, რაც გვარს ეხება და ჩვენ წინაპრებს ეხება, ძალიან მომწონს და ეს იყო ძალიან დამაინტერესდა, ვეცადე რომ ყველაფერი რაც მე ვიცოდი და შემეძლო გამეკეთებინა და ყველაფერი ვეცადე. რაც შეეხება ჩემ გვარს, ეს ჩემ წინაპრებსაც ჩემ დიდ ბაბუას ყოდა დაწყებული და ვეცადე რომ ის გამეგრძელებინა და ჩემი ნაცისაობით ჩავთი ამაში და ძალიან დამეხმარებისი და რაც შემეძლო ბოლომდე მივიყვანე საქამდეც ვიცოდი ეს ყველაფერი. და პირველ ადგილს მართლა არ ველოდებოდი, პირველ რიგში რომ დაიწყეს დაჯილდოება, არ მიმიქცევია ყურადღება სერტიფიკატების გადმოცემის, იმიტომ რომ არ ველოდებოდი ამას და ჩემი გვარი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული, იმის რომ რაც მიყვარს ის გავაგრძელო მომავალშიც და აი მართლა ძალიან ემოციებში ვარ და ძალიან მიხარი ამ ყველას. მადლობა ბატონ მერაბს ამისთვის და ყველა იმას, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. თურქეთელი ქართველის ქველმოქმედის საზოგადო მოღვაწის ისმეთ აჯარის სახელობის სტიპენდიები დარიგდა დღეს ბახვის საჯარო სკოლაში. მე და ბატონმა ისმეთმა ერთად გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებია ეგრეთ წოდებული გენეალოგიური ხეები, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა სკოლის მოსწავლეების წინაპრების შესახებ ინფორმაციები. შესანიშნავად გაართვა სკოლამ თავი ამ პროექტს. თითქმის ყველა მოწაფემ მიიღო მონაწილეობა და დღეს იყო დაჯილდოების ცერემონიალი. პირველ 3 ადგილს გადავეცით შესაბამისი სერტიფიკატები და მათ გადავეცით ასევე ფულადი ჯილდოები. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი არც ერთი მონაწილე არ დაგვიტოვებია და ყველას გადავეცით მადლობის სიგელები აქტიური მონაწილეობისათვის. ჩემი ნაცნობობა დაიწყო ქუთაისში ბართოლომეოს პოეზიის საღამოდან და გავიცანით ერთმანეთი და შედგა ჩვენი შეხვედრა ჩემთან სკოლაში და მასტერკლასიც ჩაატარა მაშინ ბავშვებთან და შესთავაზა ბავშვებს ამ პროექტში მონაწილეობა. გენეალოგიის ხის პროექტის შეედგინათ საკუთარი გენეალოგიური ხე, რომელიც ისმეთ აჯარის კაბინეტის ეგიდით ხორციელდებოდა. მართლაც ძალიან აქტიური იყო, აბსოლუტურად ყველა სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შევკარით ეს წიგნის სახით და გადავეცით ბატონ მერაბს და დღეს თქვენც ხართ მოწმე რომ შედგა ამ მოსწავლეთა დაჯილდოება. ამ პროექტში რა თქმა უნდა ბავშვები ჩართული იყო მშობლები, ბებიები, ბაბუები, იმიტომ რომ მართლა წავიდა ძიება ფესვების და მართლა ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. მომავალში კიდევ ძალიან ბევრ საკითხში ვთავაპირებთ ვითანამშრომლოთ ბატონ მერაბთან და ძალიან კარგი წინადადებები შემოგთავაზა, რომელსაც ალბათ მომავალი სასწავლო წლიდან ასევე აქტიურად ჩავებდებით. აღნიშნული პროექტი ქუთაისის თითქმის ყველა სკოლაში და მალე ჩოხატაურის კიდევ ერთ სკოლაში განხორციელდება. მერაბ კვიცარიძესთან ერთად პროექტის მხარდამჭერები და იდეის გამზიარებლები, თურქეთში ქართული სათვისტომოს დედაენის პედაგოგი მერი დიასამიძე და მწერალი თამარ ხოზრევანიძეა.